ქალბატონო ფონ დერ ლაიენ ჩვენ თქვენგან უკვე დიდი ხანია არაფერს ველით, თუმცა როგორღაც მაინც ახერხებთ იმედი გაგვიცრუოთ. ენერგოკრიზისისა და მწვანე პოლიტიკის ფიასკოს შემდეგ მოლოდინი გქონდა, რომ დაფიქრდებოდით თქვენს წარუმატებლობაზე, თუმცა პირიქით, უფრო მძიმე შეცდომებს უშვებთ. თქვენ მიერ აღებული უზარმაზარი ფინანსური ვალის შემდგომ იმედი გქონდა, რომ გამოფხიზლდებოდით, თუმცა არა. ახლა თქვენი თხოვთ აბსურდულად დიდ 200 მილიარდიან ბიუჯეტს. კანონის უზენაესობის შესახებ თქვენ მიერ ჩატარებული ლექციების შემდგომ იმედი გქონდა, ფაიზერთან თქვენს ფარულ მიმოწერებს გაასაჯაროებდით, როგორც ეს ევროკავშირის სასამართლომ დაგაკისრათ, თუმცა რასაკვირველია, კანონის უზენაესობის პრინციპი თქვენ არ გეხებათ. ეს პრინციპი სხვებისთვისაა განკუთვნილი. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ველოდით, რომ თქვენი მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება ერთხელ მაინც გაიძულებდათ მასთან ურთიერთობის დროს ჩვენი ინტერესები დაგეცვა, თუმცა თქვენ ბრძოლის გარეშე დანებდით ტრამპს. ამასთანავე ხელი მოაწერეთ მერკოსურის შეთანხმებას, პარალელურად კი ჩვენს აქტივებზე ზედმეტ რეგულაციებს აწესებთ. ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, როდესაც გიყურებთ, საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ ნამდვილად გესმით, რასაც ახლა გეუბნებით. თქვენ არასდროს შეიცვლებით. იდეოლოგიის მიმდევარი ყოველთვის იდეოლოგიის მიმდევარი დარჩება. ტექნოკრატი ყოველთვის ტექნოკრატი იქნება. ერთადერთი რამ, რასაც ევროპელი ხალხი თქვენგან მოელის, ეს თქვენი გადადგომაა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.